ჯასტინ, გუშინ ოფიციალურ აწონებზე თქვი, რომ ზუსტად ასეთი მომენტებისთვის ხარ შექმნილი. რა ემოციები გქონდა და როგორ აღწერ იმას, რაც იგრძენი, როცა თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე ოქტაგონისკენ მიდიოდი? ალბათ არ დამიჯერებთ, მაგრამ საერთოდ არაფერი მიგრძნია. უბრალოდ ვცდილობდი კონცენტრირება მომეხდინა იმაზე, თუ როგორ ყოფილიყავი იდეალური. როგორ მეპოვა საკუთარ თავში ძალა და მებრძოლა ზუსტად იმ სტილში, რაც ამ დონის მებრძოლის დასამაცხებლად ჭირდებოდა. ის უზომოდ სახიფათოა და ძალიან მწარედ მადგინა. პირველი რაუნდი კი მოვიგე, მაგრამ იქაც მაგრად დამაზიანა. მეორე რაუნდში კი ღვიძლი ფაქტობრივად გამინადგურა. თუმცა ბოლო დროს ჯიუ-ჯიტსუზე იმდენი ვიმუშავე, რომ სწორედ ამან შემინარჩუნა სიმშვიდე და ქაოში მესამე რაუნდამდე მიმიყვანა. ჩემი მწვრთნელი საუკეთესოა მსოფლიოში, მან შეადგინა გეგმა და ჩამინედგა ის სტილი, რომელთაც უნდა მეჭყვა. ზუსტად ვიცოდი, რომ იდეალური უნდა ყოფილიყავი. ვიცოდი, რომ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო და მე გრანდიოზულის გასაკეთებლად. ქამაზე ჭყვის შანსი მეორედ აღარ დროს მომეცემოდა. მადლობა ღმერთს. თუ კი ამბობ, რომ არაფერი გიგრძნია, მაინც რა გახსოვს, რაზე ფიქრობდი ბრძოლის დაწყების წინ, მთელი ამ სამზადისის მერე? ოქტაგონში რომ შევედი, გავიფიქრე, კიდევ რაღაც 6 წუთი უნდა ველოდო მეთქი, იმიტომ რომ ეს გამოსვლები საშინად გრძელი იყო, მას დიდი გზის გამოვლა მოუწია. მე უბრალოდ რამოდენიმე საკვანძო სიტყვაზე ვფიქრობდი, დისტანციის მართვა, კუთხეების კონტროლი, მარჯვნივ არ გასვლა, უკან არ დახევა და მყარად დგომა. აი ეს იყო ჭყობი, რომელიც უნდა ჩამეტარებინა და ბრძოლის დაწყებისას მთლიანად ამაზე ვიყავი ფოკუსირებული. როცა ის აპერკოტი გაუტარე, სახელზე თითქოს ღიმილი შეგამჩნიე. თითქოს ფიქრობდი, უკვე გაგეხსნა სახე და აი აქ გამოგიჭირეო. ის ისეთი ნაზი ბიჭია, რომ სისხლზე საშინადი ნერვიულა. როგორც კი აპერკოტი მოვატყი და სისხლი წამოვიდა, ეგრევე ხელით დაიწყო შეხება. ისევ და ისევ ეხებოდა, მაგრამ ის წეული საოცრად სახიფათოა. საერთოდ არ ვიცი მის ზოგიერთ დარტყმას თავი როგორ ავარიდე. რამდენჯერმე ნამდვილად შემაბარბაცა, მაგრამ საკუთარ თავს უმეორებდი, რომ ჩემს უნარებს უნდა ვენდო, არ ავყოლობდი ემოციებს. საერთოდ როცა ვამბობ, რომ ემოციები არ მაქვს მეთქი, ახლა რასაც ვგრძნობ, იმაზე უკეთესი შეგრძნება არაფერია, ასე რომ რა თქმა უნდა მაქვს ემოციები. თუმცა ვისწავლე, რომ ოქტაგონში ზედმეტმა ემოციამ შეიძლება მოგკლას. ის დაგაბნევს, დაგაყოვნებს, ზედმეტ ფიქს დაგაწევინებს და ზოგჯერ იოლ გზებს აგასჩევინებს, რადგან გონია, რომ ყველაფერი შეგიძლია. სხვადასხვა მაქს ჰოლოვეისთან ნოკაუტის წაგება ჩემთვის უდიდესი კურთხევა იყო. მაშინ იდიოტივით ვიჩხუბე, მაგრამ ეს უდიდესი გაკვეთილი აღმოჩნდა, რამაც დღევანდელი ისტორია კიდევ უფრო მაგარი გახადა. მეორე რაუნდი აშკარად მძიმე იყო. ის ფენომენალური და უმასხმელი მებრძოლია, მაგრამ მესამე რაუნდში მან აშკარად შენელება დაიწყო. შეკი მძიმე დარტყმებს უტარებდი. მახსოვს ერთ მომენტში მან მარჯვენა ხელი გამოისროლა. მანამდე თუ გიჟურის ისწრაფით უტყამდა, ამჯერად დარტყმა ძალიან გაუჭირდა და გავიფიქრე. მოჩა ის დაცლილია, თოფურია სერიოზულად შენელდა მეთქი. შენც იგივე იკრძენი? მე რაც ვიგრძენი ის იყო, რომ მესამე რაუნდში ჯებებით სახე უბრალოდ გადაუგლიჯე. ჩემი მწვრთნელი მანიშნებდა, რომ ის უკვე უკან იხევდა. ჩვენი გეგმა ზუსტად ეგ იყო. არ დაგვეწყო შეტევა ჯებებით მანამ, სანამ ის უკან დახევას არ დაიწყებდა. როგორც კი უკან იხევს, ისეთი სახიფათო აღარ არის. უკან დახევისას ის საერთოდ აღარ არის საშიში. მესამე რაუნდის ბოლოს მუხლი რომ მოხვდა, არ ვიცი, რა მატკინა უფრო მეტად მუცელში მოხვდა, თავში თუ გვერდში. ეს ჭუბი ისეთი ქაოტური იყო, დროს საერთოდ ვერ აღვიქვამდი. ხნელები რომ შემოვიდნენ, ვკითხე, ეს მეოთხე რაუნდია თუ მეხუთე მეთქი. მითხრეს, კიდევ ერთი რაუნდი იყავი იდეალურიო, მერე კი ეგრევე დაამატეს. მოშა, ყველაფერი დასრულდაო. მესამე რაუნდის ბოლოს ბრძოლის შეჩერებას აპირებდნენ, ხომ? დიახ, მართალია და მე უგულში ვფიქრობდი, გთხოვთ, შეაჩერეთ ეს საშინელება მეთქი. მოკლედ მიხარია, რომ კითხვის ნიშნები არ დასჩენილა. და იმ მეოთხე რაუნდის წყალობით იმედია ორმაგ ბონუსსაც ავიღებ. საოცარი სპორტია, ბავშვობიდან 90-იანებიდან მისი ფანი ვარ. ყველამ შევამჩნიეთ, რომ ამ ჭუბში იმაზე მეტი იჭიდაო, ვიდრე მთელ შენს კარიერაში ერთად. თამამად შემეძლია ვთქვა, სწორედ ჭიდაობის ჩართვამ შეაჩერა მისი გიჟური პრესინგი. უბრალოდ კი არ მიდიოდი ტეიქდაუნზე, არამედ ჭიდაობას ეგრევე აპერკოტებს და კლინჩებს აყოლებდი. ბალანსს უკარგავდი. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი. ამჯერად ჭიდაობის გამოყენება თქვენი მთავარი აქცენტი იყო. კი ამას შეჯახებას ვეძახდით. მწვრთნელმა მითხრა, ნებისმიერ დროს, როცა ის უკან დაგახევინებს და ტემპს აკრებს, შენ ეგრევე თავით უნდა შეეხო, უნდა შეეჯახო. ერთი სული მაქვს, ოდის უყურებ ამ ჭყუს გვერდიდან. ჭყუბამდე სრულიად განსხვავებული მენტალიტეტი გქონდა. მზად იყავი ჯოჯოხეთის გასავლელად, თოფურია კი იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ გეგმავდა პირველსავე რაუნდში შენს გათიშვას. მე ამ ბიჭის უდიდესი ფანი ვარ, მაგრამ აი ახლა, ამ წაგების შემდეგ, საიწავა მისი კარიერა. უკან დაბრუნება ძალიან რთული იქნება. შენ გემო გაქვს გასენჯული წაგებისთვის და იცი ეს შეგრძნება, როგორ ფიქრობ რა ელის მას?
ზუსტად მაგას ვამბობ, არასდროს მქონია ესეთი მენტალიტეტი, როგორიც მას აქვს. არასდროს მიფიქრია, რომ დაუმარცხებელი ან ხელშეუხებელი ვარ. პირველივე დღიდან ვამბობდი, ჩემი ჭკურის სტილიდან გამომდინარე, ოდესმე აუცილებლად გამტიშავენ მეთქი. ეს სპორტი გიჟურია, მე მისი ფანი ვარ 1992 წლიდან. მამა ჩემ 4 წლის ასაკში მაჩვენეს ყველაფერი და მას შემდეგ უზომოდ მავითარებს და მიყვარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ არა მხოლოდ მან, არამედ ამ სპორტის უამრავმა ექსპერტმა, ეგრეთ წოდებულმა ექსპერტებმა, საერთოდ არ ჩაგაგდეს თულაში. აი ახლა რამდენად კარგი შეგრძნება, როცა ბრძოლა არა იქიმის გადაწყვეტილებით, არამედ მისივე კუთხის დანებებით დასრულდა. მათ თავად გააჩერეს ჭხუბი, რომ ის მეტი ზიანისგან გადაეჩინათ. რამდენი მაგარი გრძნობაა ეს. პირველად მესმის, მე მეგონა იქ იმა გააჩერა იმის გამო, რომ ვეღარ ხედავდა. ანუ მათ თავად გადაწყვიტეს ბრძოლის დასრულება. კიდევ ვამბობ, არ მინდა ამ ბიჭზე ცუდის თქმა. ის მსოფლიო ჩემპიონი იყო და მე უბრალოდ ხელიდან გამოგვიჯე ეს შანსი. მაგრამ ფაქტია, ის ახლა საავადმყოფოშია, მე კი აქ ვარ. სახელზეც საკმაოდ კარგად გამოვიყურები. ნიკაპში რამოდენიმეჯერ დამარტყა, მაგრამ დიდი ზიანი არ მიმიღია. ეს ჩემი მე-16 ბრძოლა UFC-ში და აქედან 12ჯერ ვიყავი აუთსაიდერი. არ მინდა ექსპერტებს სულელები დაუძახო, მაგრამ თქვენ, ბიჭებო, უბრალოდ ვერ ხედავთ, რას ვაკეთებ ოქტაგონში, მართლა ვერ ამჩნევ. მქონია საშინელი ბრძოლებიც, ყოველ საღამოს იდეალური ვერ ვიქნები, მაგრამ როცა იდეალური ვარ, ფაქტობრივად დაუმარცხებელი ხდები. ან ჩემს გასავლელად ნამდვილი ჯოჯოხეთის გამოვლა მოგიწევთ. ცოტა უხერხულია ამის კითხვა, მაგრამ ფანებს ყოველთვის აინტერესებთ, რა იქნება შემდეგ. საერთოდ თუ გიფიქრია ამაზე ბრძოლის წინ, ან თუნდაც ამ ბოლო 4 კვირის განმავლობაში. დედაჩემს პირობა მივეცი, რომ საღამოს არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, ასე რომ ახლა ამ პოზიციაზე ვარ. ეს იმიტომ, რომ ადრე აპირებდი რაღაც გადაწყვეტილების გამოცხადებას. არა, უბრალოდ მან იცის, რომ ეს არ არის დასაწყისი, მან იცის, ამდენად ემოციურად მოწყვლადი ვარ ხოლმე კონკრეტულად ასეთ საღამოებზე. მოვიგებდი თუ წავაგებდი, არ უნდა რომ ისეთ ორმოში ჩამეგდო საკუთარი თავი, საიდანაც მე ვეღარ ამოვიდოდი. ზოგიერთებმა უკვე ახსენეს დაუყოვნებლივ რევანშის შესაძლებლობა. როგორ ფიქრობ, არსებობს ამის საფუძველი? თუ პირდაპირ შემდეგ პრეტენდენტზე უნდა გადახვიდე? კიდევ ვამბობ, ზუსტად არაფერი ვიცი, მაგრამ ვიტყოდი, რომ რევანში გამორიცხულია. ტიპის სკამზე მჯდომი ვაიძული დანებებულიყო, ასე არ არის? კი, მატკინა, დამაზიანა, მაგრამ რაუნდების მიხედვით მგონი 3-ით ეს ვიგებდი. ნებისმიერ არჩევნებზე ეს სრულ დომინაციას ნიშნავს. ჯასტინ, კიდევ ერთი კითხვა. ამ კვირაზე ბევრ რამეს დაწერენ და იტყვიან. არის რამე ისეთი მომენტი ამ კვირიდან, თუნდაც სიმშვიდეში გატარებული, რაც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდა? ეს ჩემი მესამე ბრძოლა იყო ჩემპიონობისთვის. წინა ორჯერზე ამაზე ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი. ამ კვირაში კი საერთოდ არც მიფიქრია ამაზე. საერთოდ არ მიფიქრია ჩემპიონობაზე, რას ნიშნავდა ეს, ან რა მოხდებოდა ამას. საკუთარ თავის დაწუნებასაც არ ვცდილობდი, რომ ეს რაღაც საოცრად მინდოდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს იყო კიდევ ერთი მორიგი ბრძოლა, სადაც 25 წლის განმავლობაში იდეალური უნდა ყოფილიყავი. ზედმეტად სახიფათო ტიპს ვეჭყობებოდი და როცა აუთსაიდერი ვარ, ზუსტად მაგ მომენტში ვხვდები საუკეთესო. ეს ჩემი ბუნება, ჩემი მშობლების დამსახურება და იმის როგორც გამზარდეს. მთელი ცხოვრება ჭიდაობა მომცა იმის ძალა, რომ ოქტაგონში ჯიუტი და დიდებული ვყოფილიყავი. შენ უდიდესი მაგალითია ჩვენი ყველა შენი ბრძოლის, შენი მშობლებისადმი სიყვარული და იმით თუ საიდან ხარ. გილოცავ ჯასტინ, ისი ამონი ამ გამარჯვებით. ერთი სული გვაქვს შემდეგში რაც იზა. ჯასტინ გეიჯი UFC მსუბუქი წონის მე-14 აბსოლუტური ჩემპიონი. This summer, Justin Gaethje, the 14th undisputed lightweight UFC champion.